ბორის კუპტინის ქუჩაზე ძველ თბილისში, იქ სადაც ცხოვრობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიარაღებული დაპირისპირება დღეს გამთენიას მოხდა მთლიან ქუჩაზე დაახლოებით რომელიც 50 მეტრის მანძილზე საგამოძიებო მოქმედებების კვალია ასეთი მდგომარეობა ასეთი ვითარება სისხლის კვალი მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების კვალი რომელიც შემოხაზეს ეს არის სავარაუდოდ ის ადგილი საიდანაც ამოიღეს ტყუის მასრა პოლიციელებმა რომლებიც დღეს დილის 9 საათზე მოვიდნენ ადგილზე ეს არის სალომე ზურაბიშვილი საცხოვრებელი სახლი სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველი ოქროს მოწმე ამ შემთხვევის რომელსაც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ის სწორედ ამ აივნიდან უყურებდა აფიქსირებდა აქ მიმდინარე მოვლენებს როგორც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გვიყვება 50-მდე ადამიანი საშუალო ასაკის პირები ერთმანეთს აედევნენ გუდიაშვილის ბაღიდან და სწორედ ამ მიმართულებით მისდევდნენ ორ ახალგაზრდას ისროდნენ გამიზნულად გაურკვეველი მიმართულებით ერთი ტყუის მასრა სალომე ზურაბიშვილის სახლის ეზოდანაც ამოიღეს პოლიციელებმა ერთი ტყვია შევარდნილი ერთ-ერთი ადგილობრივი საცხოვრებელ სახლშიც და როგორც გითხარით მთლიან ქუჩაზე მთლიანი ქუჩის პერიმეტრზე არის საგამოძიებო მოქმედებების კვალი სავარაუდოდ საიდანაც ამოღებულია ტყუის მასრები როგორც სალომე ზურაბიშვილი გვიყვება ის აკვირდებოდა მოვლენებს 112-ში რეკავდა თითქმის ყველა ვინც გაიგო ხმები და უამრავმა ადგილობრივმა გაიგო გააღვიძა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმებმა ისინი რეკავდნენ 112-ში თუმცა სამართალდამცველები 4 საათის დაგვიანებით მოვიდნენ ადგილზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები თუმცა არავინ არ გამოუკითხავთ და ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც მათი განცხადებიდან ვარკვევთ ეძებს სავარაუდოდ დამნაშავეებს რომლებმაც დაჭრეს ორი ახალგაზრდები თვითდინებით გადავიდნენ კლინიკაში როგორც ირკვევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ისინი არ გადაუყვანია და ჩვენი ინფორმაციით ისინი ფეხებში კიდურების არეში არიან დაჭრილები მათი მდგომარეობა არის სტაბილური რაც დავწერე ის მოხდა მეტი არაფერი არ ვიცი მეტი ჩემი საქმე არ არის იმათმა ვისაც ეხება უსაფრთხოება იმათმა უნდა გაიგონ რა მოხდა და რატომ მოხდა და როგორ შეიძლება რომ შუა ქალაქში ასეთი რამე ხდებოდეს ღამით. აქ ყოველდღე ხდებაო ლადოს ბარში გვეუბნებიან ახალგაზრდების მსგავსი დაპირისპირება, თუმცა იარაღი არა, ეს ახალგაზრდების ჯერთი დაპირისპირება არ იყო, მე რასაც ვუყურებდი, არც ისე ახალგაზრდები არ იყვნენ და იყო რაღაცა სხვა კატეგორია, რომელსაც მე არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არის. ერთი ტყვია თქვენ ეზოში, ხო? გაბატონ აქედან მე ვუყურებდი. აქ მოხდა ეს ყველაფერი. არაფერს არ ვიცი, უსაფრთხოების არსებობას ქვეყანაში განუკითხაობას. ხო, თქვენ ვინმე გიცავდათ ამ დროს? მე ძალიან კარგად ვიცავ ჩემ თავს და გომბორა მყავს ყველაზე კარგი დამცველი. თქვენ ეზოშიც არის ერთი ტყვია, როგორც ვიცით, ხო? გადმოვარდნილი და ასევე კიდევ ერთი ადგილობრივი ეზოში ერთი ტყვია გადავარდნილი. არ ვიცი, 9 ტყვია იყო ყველგან მოფენილი ამ დილით. პოლიციელებმა რა გითხრათ? ხო, იყვნენ აქ დაგვიანებით. პოლიციელები არ მოსულა, მოვიდა მე რაღაცა გამოძიების უწყება თუ რაღაცა. იციან ვინ იყვნენ ან დააკავეს, მე ამაზე ეს მათ უნდა გკითხოთ. თავაზობთ რომ მათ გკითხოთ. დიახ, როგორც მოისმინეთ, მიუხედავად არაერთი ზარისა, რომელიც შევიდა 112-ში შეტყობინებები შედიოდა ადგილობრივების უშუალო თვითმხილველების მხრიდან, რომლებიც გააღვიძა რამდენიმე გასროლის ხმა, თუმცა ადგილზე, როგორც მოისმინეთ, საპატრულო პოლიცია არ მოსულა და დღეს მხოლოდ დილის 9 საათზე, შემთხვევიდან 4 საათის შემდეგ მოვიდა ადგილზე სავარაუდოდ კრიმინალური პოლიცია, რომელმაც დაასრულა ადგილი და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. ტერიტორიას ახლაც ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს მოუხსნა ივანიშვილის ხელისუფლებამ სახელმწიფო დაცვის სამსახური, მას ამ დროს არ იცავდა არავინ და ერთი ტყვია მისი ეზოდანაც ამოიღეს ექსპერტ კრიმინალისტებმა. ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირებაში მყოფი ადამიანები სავარაუდოდ წამოვიდნენ ამ ქუჩის მიმართულებით ლადოს ბარიდან, სადაც დაიწყო მათ შორის დაპირისპირება და ამბობენ იმასაც თვითმხილველები, რომ მსგავს შემთხვევებს დაპირისპირებებს თითქმის ყოველ ღამე აქვს ადგილი, თუმცა ამ დრომდე მათ არ ახსოვთ მსგავსი შემთხვევა, უამრავი გასროლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დღეს დილის გამთენიას ძველ თბილისში. აი ერთი კამერა რომ უდევს კალათის. გამოვიდეთ იქიდან და ნახეთ ვინ არის. გეტყვია ან დავიჭირე? არ გეტყვია. იყო სროლა. აქ ერთის ის იყო სალომე ეზოში.
ხომ ისწერა ყველას. კი, დაწერა ხო. საგარეუდო ადგილობრივები არ არიან, ხო? მე მგონი არა. დაიჭრა ვინმე სისხლები. კი. იქაც არის სისხლი. რამდენი იყო დაჭრილი, ხო არის? ორი როგორც პოლიცია ლაპარაკობდა, ორი იყო დაჭრილი და ახალგაზრდები არიან. 25 ბარიდან არიან შესაძლოა გამოსულები, ხო? აი ეს ბარი. ლადოს ბარი. ლადოს ბარი. ეგ უნდა დაიკეტა ერთხელ კიდე გაისმა. ასე იქ დაიწყო დაპირისპირება და ერთი ის რომ აი ესე. უმიზნოთ 50 კაცი იყო. პოლიცია გვიან მოვიდაო. კი, გვიან მოვიდა. გვიან რაზე მოვიდა გვიან გეტყვით ახლა. ჩვენ 112-ს რო ვეკავდი, მე პირადად მე ვრეკავდი. სულ დაკავება სასწრაფო. აჰა, გასაგებია. და ნუ სადღაც 4 საათში მოვიდნენ. გამთენიეს უკვე. არა, რომელი იყო, რო გამოველი ცხრის. არა, რვა იყო. რვის ნახევარი იყო ძაღლი დრო შეველი ეზოში. ღამე არ გაგიგიათ ხმა არაფერი? ღამე. ძალიან მაგარი ხმა, ძალიან. წუხელ. ხო. რისი? აი მაგ და დელი ხო. დელი ღამე. სოლები, ხო? ხო. იარაღიდან? კაფეში ხო არის ხდნენ აქ? აქ არის ბარი თუ არ ვიცი ეს რა არის და დელი ღამე ხმა. პოლიცია იყო? პოლიცია იყო, მაგრამ არაფერი რა ვიცი. არა. ეს რამდენი საშენელი. მარტო წუხელ თუ სულ ასეა? მარტო წუხელ. ანუ ორ მხრივ ისროლა იყო? ახალგაზრდები ხო? ამ უბნელები არ არიან? არა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაასცეს შეკითხვას პასუხი რა მოხდა ძველ თბილისში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ამბობს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაწყებული აქვს და როგორც ჩანს, როგორც განცხადებით ირკვევა, სამართალდამცველებმა, გლობალური სიტყვების თანამშრომლებმა კამერების ჩანაწერებიდან მოახდინეს უკვე იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა რამდენიმე პირის მიმართულებით, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ, პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.